დღევანდელ მსოფლიოში, სადაც შრომის ბაზარი მუდმივად ცვალებადია და პრაქტიკული უნარები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, პროფესიული განათლების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ამ რეალობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბათუმის სამედიცინო აკადემიას, რომელიც თავის საგანმანათლებლო პროგრამებით მრავალ ახალგაზრდას აძლევს საშუალებას შეიძინოს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რეალურ ცხოვრებასა და დასაქმების ბაზარს. და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვიწვიოთ სტუდიაში სტუმრები ელენე კურტანიძე, ბათუმის სამედიცინო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და სოფო ჯინჭარაძე, კბილის სატექნიკო საქმის პროგრამების ხელმძღვანელი. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა რომ დაგვითმეთ რომ მობრძანდით. პირველ რიგში მოდით ვისაუბროთ აკადემიის ზოგად ხედვასა და მისიაზე. მინდა რომ სიღრმისეულად გავაცნოთ მაყურებელს აი ამ პროგრამის, აი ამ მისიის შესახებ. დიდი მადლობა მოწვევისა და ამ თემით დაინტერესებისთვის. მინდა აღნიშნო, რომ პროფესიული განათლებისადმი ინტერესი არის საკმაოდ მზარდი. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის აღსანიშნავია ის, რომ პროფესიული განათლება წარმოადგენს განათლების იმ მიმართულებას, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდს კონკრეტულ პროფესიულ სფეროში დასაქმებისათვის საჭირო უნარებისა და ცოდნის შეძენას დროის შედარებით მცირე მონაკვეთში. რაც შეეხება ბათუმის სამედიცინო აკადემიას, ის საგანმანათლებლო მიმართულებას ახორციელებს ჯანდაცვის მიმართულებით. ამჟამად მიღება გვაქვს გამოცხადებული 3 პროგრამის მიმართულებით. ეს არის კბილის სატექნიკო საქმე, ფარმაცია, სააფთიაქო და საექცნო განათლება. ეს როგორც ვიცი, კბილის სატექნიკო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი გახლავართ მე. კი ბატონო, და არის პირველი ეს. ეს არის ერთ-ერთი პირველი, საერთოდ 3 ქალაქში ხდება ამ პროგრამის განხორციელება და დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენთან, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ხდება ამ პროგრამის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ეს ხდება თანადაფინანსებით, სახელმწიფო აფინანსებს ამ პროგრამას. თუნებას მომცემთ გამარტავ, ვინ არის კბილის ტექნიკოსი, ალბათ საინტერესო იქნება. ეს არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ან სატექნიკო ლაბორატორიაში, ან სტომატოლოგიურ კლინიკაში და ექიმის სტომატოლოგის მიერ აღებული ანაბეჭდის საფუძველზე ამზადებს სხვადასხვა მოსახსნელ თუ მოუხსნელ კონსტრუქციებს. როგორც სტომატოლოგიის სხვა დარგები, ეს დარგიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება და სულ უფრო მზარდია მოთხოვნა დამსაქმებლების მხრიდან ამ დარგის პროფესიონალ წარმომადგენლებზე. ამიტომ აკადემია წარმატებით ახორციელებს უკვე 1 წელი ამ პროგრამას. საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია გახლავთ, ამის თქმის საშუალებას მაძლევს ისიც, რომ ჩვენი მეორე კურსის სტუდენტები, რომლებიც უკვე ახლა ასრულებენ პროგრამას, სრულად არიან დასაქმებულები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში და ისინი გადიან ანაზღაურებად სტაჟირებასაც. კი ბატონო. დიახ, ასევე აღსანიშნავია, ალბათ საინტერესო იქნება ის ფაქტიც, რომ წარმატებული სტუდენტები აიღებენ ორენოვან დიპლომს. ეს უმნიშვნელოვანესია. ისინი შეძლებენ სასრულ დასაქმებას როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. კი ბატონო, თქვენთან უნდა გადმოვიდეთ ელენე. ანუ თქვენ ხართ ბათუმის სამედიცინო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. უამრავ მოლაპარაკებას ეხართ, უამრავი სიახლეები გაქვთ. რა გამოწვევების წინაშე დგეხართ? მოგესალმებით, თქვენს კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენს გამოწვევებს, ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევა ბაზარზე, იმ მხრივ რომ ჯერ ეს ერთი ის ბაზარასაც ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებისა, როგორც სოფომ აღნიშნა, უკვე სრულად დასაქმებულები არიან წარმატებულად დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში. აქედან მინდა გადავიდე იმაზე, რომ ძალიან ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია გვყავს, როგორც აჭარაში, ასევე საქართველოს დედაქალაქშიც. ასევე გავდივართ უკვე საერთაშორისო ბაზარზე, გვქონდა რამოდენიმე დაფინანსება საერთაშორისო მოპოვებული, ერთ-ერთი იყო წელს ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნიკალური სტუდენტთა კარიერული გზამკვლევი შემუშავდა ორგანიზაცია საურსასთან ერთად, რაც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ რჩევებს ჩვენი სტუდენტებისათვის, იმისათვის, რომ როგორც სწავლის პროცესში, ასევე სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ მათ უფრო გაუმარტივდეთ დასაქმება, საქმის მოძიება, კარიერული განვითარება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს ახლა მოლაპარაკებები, რომ უკვე გქონდეს ვთქვათ საშუალება იმისა, რომ ჩვენი სტუდენტები როგორც უფრო აღნიშნეთ ორენოვანი დიპლომით დაასრულებენ სწავლას და შეეძლოთ გაგრძელება, რა თქმა უნდა, შეუძლიათ უკვე ამ დიპლომით დასაქმება სხვაგან, მაგრამ ასევე რომ ვთქვათ ტრენინგები, კარიერული განვითარება, გადამზადება უკვე უცხოეთშიც გაიარონ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საფო თქვენთან მაქვს კითხვა, პროგრამა რამდენ ხანგრძლივობით რამდენ ხანს მოიცავს? 2 წელს მოიცავს. პირველი კურსი არის სრულად თეორია, მეორე წლიდან უკვე ისინი გადადიან ჩვენი პრაქტიკის ობიექტებში, სადაც ვისთანაც
ხო ხაშაკრება დადებული ლაბორატორიებში და უკვე პრაქტიკული უნარჩვევების შეძენა ხდება მეორე წლის განმავლობაში სრულად. აი დასაქმებული მაგალითად კურსდამთავრებულები საინტერესოა მათი უკავშირი, ემოცია. ელოდებოდნენ თუ არა აი ამ კუთხით, რომ თქვენი თანადგომა მნიშვნელოვანი იქნებოდა მათთვისაც. ჩვენ გვაქვს უამრავი кейსი, იმის როგორი კმაყოფილები არიან შემდგომ სტუდენტები, ყოველდღიური შეხება მაქვს ფაქტობრივად მათთან და ძალიან უხარიათ ის ფაქტი, რომ მათ შეძლეს თავის წარმოჩენა პრაქტიკის ობიექტებთან უშუალოდ სწავლის პროცესში და არ დასჭირდათ იმისთვის, რომ ანაზღაურებადი სტაჟირება გაეარათ, კურსი სრულად დასრულება. ანუ ფაქტობრივად მათ შეძლეს უშუალოდ სწავლის პროცესში უკვე მეორე წლის ბოლოს ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს უკვე დიპლომის აღებამდეც. შეზღუდულია თუ არა ასაკი და რაოდენობა? ასაკი შეზღუდული არ არის. მთავარი მოთხოვნა ეს არის, რომ გააჩნდეს სრული ზოგადი ატესტატი და ეს რაოდენობა შეზღუდული გვაქვს 15 აპლიკანტის მიღება შეგვიძლია ყოველწლიურად. ჩვენ ხელმძღვანელობთ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე და ჩვენ მთავარი მიზანია, რომ სრულად დასაქმდეს ყველა ის სტუდენტი, რომელიც გაივლის ჩვენს კურსს. ყველა ამაზეა დამოკიდებული თქვენი პრესტიჟი, ხო? ანუ ბექში გასწავლე, ესე იგი შენ თუ დასაქმდი, გამომდის რომ წარმატებული რა თქმა უნდა, ძირითადად ამ პროფესიული კუთხით ალბათ დეფიციტიც იყო, იმიტომაც არის მოთხოვნა, რომ კადრების მრავალფეროვნებაც იყოს და დიახ, მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ მე როგორც პრაქტიკოსი სტომატოლოგი ვარ, ხშირად ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექით, როდესაც ბათუმში არ გვყავდა ბევრი ესეთი გამოცდილი ტექნიკი, გვიწევდა სხვა ქალაქებში სამუშაოს გაგზავნა და ამიტომ ძალიან მოხარული ვარ მე როგორც ერთ-ერთი რიგითი სტომატოლოგი, რომ ჩვენს გვეყოლება ბაზარზე ესეთი ტექნიკები, რომლებიც შეგიძლიათ ჩვენს ქალაქში დაამზადონ. ეს საინტერესოა, იმდენად მოთხოვნადი და აქტუალური პროფესია, რომ ამ კუთხით რატომ არ იყო დაინტერესება და ალბათ თქვენი ეს მხარდაჭერაც, აქტივობაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცნობადობის გაზრდის კუთხით, რომ დავაინტერესოთ ახალგაზრდა. სრულობას ხო ძალიან ძველია, ადამიანს ერთი გული აქვს 32 კვილიო და დეფიციტი იყო. იყო რამდენიმე წლის წინ ახორციელებდა ბათუმის სამედიცინო აკადემია ამ პროგრამას, შემდგომ რაღაც პრობლემების გამო მოხდა შეჩერება, ეს არ მხოლოდ ბათუმის სამედიცინო აკადემიაში, ზოგადად დასავლეთ საქართველოში არცად არ ხორციელდებოდა და შარშან გადაწყდა, რომ ისევ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, რომ დაგვეწყო ეს პროგრამა და ნამდვილად მანიერია. ელენე, მოკლედ გარდა ამ შევეხოთ თქვენს აუცილებლად განმანათლებლო პროგრამებს, რითი გამოირჩევა, რა არის ის პრიორიტეტი ზუსტად თქვენი კუთხით, რომ აი ესე ინტერესდებიან სტუდენტები, დასაქმება გავიგეთ, მაგრამ კიდევ რა პროგრამებს თავაზობთ? გარდა პირველი სატექნიკო საქმისა, ასევე გვაქვს საფთიაქო და საექნო განათლების პროგრამა, რომელიც ასევე მოიცავს სტაჟირებებს, ანუ სწავლა მიმდინარეობს როგორც მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. პრაქტიკულ ნაწილს უკვე ანაზღაურებად სტაჟირებებს გადიან და ძალიან კარგია ის მომენტი, რომ იქ სადაც უკვე გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას, ხშირად იმავე კომპანიებში რჩებიან. მოკლედ ბანდაც ამ შემთხვევაში ალბათ იგივე მოთხოვნებია, ხო? დიპლომისა და ორენოვანი დიპლომი აქვს ქართულ და ინგლისურ ენაზე. საფთიაქო 2 წლიანი, ანუ ხანგრძლივი პროგრამა არის, 2 წელში სრული პროფესია გაქვს და შეგიძლია რომ დასაქმდე. ხოლო რაც შეეხება საექნო განათლებას, უკვე 3 წლიანია და აქაც იგივენაირად ორენოვანი დიპლომი გაიცემა. ანუ ექთემზე მოთხოვნა გაიზარდა და ექთნობაზეც ალბათ, ხო? იმიტომ რომ წლებია გვესმოდა ხოლმე, რომ ანუ რაღაცნაირად დაუფასებელი პროფესია, იმიტომ რომ ექთანს უწევს ძალიან ბევრი მუშაობა და დაუშვათ ანაზღაურება შესაბამისი არ იყო. ალბათ ამ კუთხითაც შეიცვალა და ამიტომაც გაიზარდა. კი, ბაზარიც მოთხოვნებიდან გამომდინარე და ასევე იმ მატერიალურ ბაზიდან რაც გაგვაჩნია, იქიდან ან ბაზარიც შეიცვალა, ასევე ეს მოთხოვნებიც გაიზარდა ამის შესაბამისად, დადებითი ზრდა არის ბაზრის. კიდევ ერთი რასაც ბათუმის სამედიცინო აკადემია ცდილობდა და დღეს უკვე კარგად უცვლით, ის არის რომ შეიცვალა ის სტიგმა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკვირის ტექნიკი უნდა იყოს მაგალითად მხოლოდ მამაკაცი და ბიჭი და ძირითადად ბიჭების დაინტერესება იყო, ისევე როგორც აი მედ და მხოლოდ გოგონები უნდა ყოფილიყვნენ. ეხლა მივიღეთ ის შედეგი, რომ საექნო განათლებაზე როგორც ბიჭები ყავს, ისევე გოგონები და პირიქით კვირის სატექნიკოზეც იგივენაირად. რამ გამოიწვია ეს ცვლილება, საინტერესოა? დადებითმა გამოცდილებამ, იმან რომ დაინტერესება გამოვიწვიეთ ბიჭების აი სხვადასხვა იმ პრიორიტეტებით, ასევე ანუ აქტივობებით ჩაატარეთ. ნუ ბოლო-ბოლო ზოგადად გაიზარდა როგორც ვიხდი მოთხოვნა, იმიტომ რომ დაინახეს ახალგაზრდებმა და ადამიანებმა ვისწავლობდნენ, რომ ეს პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს არაა მარტო ხო ხანდახან აი ყველას რო იურისტობა, ექიმობა და რაღაცა უნდა და მხოლოდ ეს ტოპ პოზიციები და ანუ ხო დაფიქრდე იმაზე, რომ აი პოზიციებში, ეს პირამიდებში ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, ყოველ საფეხურზე და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
მით უმეტეს ექთანი, რომელიც თუ პირველია პაციენტთან კონტაქტში და 24 საათი მეთვალყურების დღეში ყავს. ფაქტობრივად ექიმია, ოღონდ ნუ ქვია ექთანი. სოფო, თქვენ გინდათ რაღაც ის თქვათ? მინდა დავამატო, რომ გარდა ამ პროგრამებისა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან სტუდენტურ ცხოვრებას ვთავაზობთ სტუდენტებს. ანუ ისინი იღებენ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას. ახლახან დაბრუნდნენ ისინი თბილისიდან, სადაც სპორტულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. ეხლა ქალბატონი ელენე ატარებს ფოტოგრაფიის მნიშვნელოვან კურსს. სხვადასხვა პროგრამებში, ინტელექტუალურ თამაშებში არიან ჩართულები, სხვადასხვა კონფერენციები იმართება. ამიტომ მათ არა მარტო კარგი აკადემიური განათლება ელოდებათ, არამედ ძალიან დასამახსოვრებელი სტუდენტური ცხოვრება. კარგი ატმოსფერო, კარგი განწყობა, აი ჩვენ მქონდა გუშინ საოცარი თემა. სრულფასოვანი ცხოვრება სწავლის დროს. თამაშით შესაძლებელია ბავშვი მივიყვანოთ იმ გზამდე, რომ დავაინტერესოთ წიგნის კითხვაც და უფროსებსაც ჭირდება წახალისება, კარგი გარემო, ატმოსფერო და ეს არის თქვენთან რაც მნიშვნელოვანია მოტივაციისთვის. კი ბატონო. და ასაკეთ სპეციფიკში შეზღუდული არაა, როგორც ვიხდი, საერთოდ დებისფერ ასაკში შეუძლია. ძალიან ბევრი აპლიკანტი ყავს 40 წლის ზემოთ, რომელმაც მიიღეს სრული განათლება, მაგრამ შემდეგ ვერ პოვეს თავიანთი თავი ბაზარზე და გადაწყვიტეს, რომ პროფესიული განათლებაც დაეუფლონ და საკმაოდ წარმატებით საქმდებიან. ანუ ასაკის შეზღუდვის შემთხვევაში არ წააწყდებიან ხო რაღაც ბარიერებს, მაგალითად, რომ ეს პროფესია მოითხოვდეს წლების განმავლობაში განათლების მიღებას, პრაქტიკებს, იმიტომ რომ ეხლა არის პროფესიები, სადაც თუ მაგალითად 18-19 წლიდან არ ეუფლები, შეუძლებელია ფიზიკურად შემდეგ. არა, ჩვენს შემთხვევაში ასაკი არანაირ შეზღუდვას არ უწესებს მათ. ჟანიერი, რა გაქვთ სამომავლო გეგმები, რომ გაგვიზიაროთ? სამომავლო გეგმები გვაქვს, რომ აღნიშნავ, რომ 20 მაისამდე მიმდინარეობს რეგისტრაცია ჩვენ საგანმანათლებლო პროგრამებზე და თქვენს მაყურებელს მინდა მოვუწოდო, ვისაც სურვილი აქვს და დაინტერესებულია, რომ მოასწროს რეგისტრაცია. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, როგორც უკვე აღნიშნეთ, გვინდა რომ საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეთ და ამაზე ძალიან კარგი და დიდ ნაბიჯებს ვდგამთ უკვე. ასევე როგორც უფრო აღნიშნეთ, სხვადასხვა არა მხოლოდ განათლებას ვაძლევთ, არამედ team building-ზეც მუშაობთ და გვინდა რომ ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება შევთავაზოთ ჩვენ სტუდენტებს. Das რომ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და მინდა რომ უფრო მეტ მასშტაბებზე გავიდეთ. ორა კარგი იქნებოდა ჩემი სტუდენტობის დროსაც ყოფილიყოს მოგინდა. აი მსგავსი გამოწვევები, თამაშები მომწონდა ყოველთვის სხვათაშორის საერთაშორისო უნივერსიტეტებში იყო ხოლმე მსგავსი რაღაცა. ჩვენ ხშირად ფილმებით ინფორმაციით შეგვეძლო ამ ყველაფრის ათვისება და გული მწყდებოდა რომ ჩემ ქვეყანაში არ იყო და დღესდღეობით სტუდენტებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ, უამრავი პროფესია, რომ აი ძალდატანებით არ იყოს ეს ყველაფერი და იყოს წახალისებით, პოზიტივით და კარგი ატმოსფერა. და როგორც ვიხდი, მთავარი მაინც ის არის, რომ რახან საერთაშორისო ბაზარზე გადიხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მიღებული ცოდნა არაფრით არ ჩამოუვარდება სხვაგან მიღებულ ცოდნას და შესაბამისად ამ ხალხის გადინება, გამოდინების პრობლემა არა, ისევე როგორც სხვა შეუძლია ჩამოვიდეს და იმუშაოს ლიცენზირების შემთხვევაში, ასევე ჩვენს შეუძლიათ მოიპოვონ აღიარება დიპლომის და თავისუფლად ასაკუთვნიან ევროპის. შესანიშნავი, რომ ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც იცი, რომ ანუ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება ბაზარი გადაჯერებულია შენი კოლეგებით, შენ თამამად შეგიძლია აპლიკაციაში ავსო სადმე სხვაგან და უბრალოდ წახვიდე და იმუშაო და თუ მოგინდება მერე დაბრუნდე, თუ არ მოგინდება იქაც დაიმკვიდრო ადგილი.